სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისაწმინდისათა. ბიბლია ყოველდღე მოგესალმებით ყველას მეგობრებო. მშვიდობა თქვენ და თქვენ სახლს. დღეს 10 თებერვალს არის ხსენება ღირსი ეფრემ ასურის. მეგობრებო, ეფრემ ასური სინანულის მოძღვარი მეოთხე საუკუნის დასაწყისში დაიბადა ქალაქ ნიზიბიაში. დღეს ეს ქალაქი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში. სირიის საზღვართან ახლოს არის. ისტორიულად ეკუთვნოდა მესოპოტამიას და იყო მნიშვნელოვანი ქრისტიანული ცენტრი. მშობლები, ღარები კეთილმსახურებით ზრდიდნენ შვილს, მაგრამ ეფრემი ფიცხი ბუნების გამო ხშირად ჩხუბობდა, დაუფიქრებლად იქცევდა და ღვთის განგებულებაშიც კი ეჭვი ეპარებოდა. დაუდევარი ჭაბუკი თვით უფალმა გაწვრთნა. ერთხელ მას ცხოვრების მოპარვა დასწამეს და საპრობილეში გამოამწყვდი, სადაც ჩაესმა ხმა, რომელიც სინანულისა და გამოსწორებისაკენ მოუწოდებდა. განთავისუფლების შემდეგ ეფრემი განეშორა ამ ქვეყანას და ნიზიბიის მთებში დაეყუდა. აქ მისი მოძღვარი შეიქმნა ცნობილი ასკეტი იაკობი ნიზიბიის ეპისკოპოსი. ხსენებაა 13 იანვარს. მღვდელმთავრის მადლმოსილი ხელმძღვანელობით ღირსი მამა სხვადასხვა ქრისტიანულ სათნოებას იხვეჭდა, ხო და სულიერებაშიც წარემატებოდა. იაკობი მისი ღირსებებს ეკლესიის საკეთილდღეობით საკეთილდღეოდ უკაცრავად იყენებდა, ხო? ავალებდა ქადაგებების წარმოთქმას, ბავშვების სწავლებას სასწავლებლებში, ხო? წმინდანი მოძღვარს თან ახლდა 325 წელს ნიკეაში გამართულ პირველი მსოფლიო კრებაზეც. მეგობრებო, ეფრემი იაკობის მორჩილებაში იმყოფებოდა 14 წლის განმავლობაში მის აღსასრულამდე. 363 წელს, როცა ნიზიბია სპარსელებმა დაიპყრეს, ეფრემმა დატოვა უდაბნო და ერთ-ერთ მონასტერში დაემკვიდრა ქალაქ ედესის მახლობლად. აქ მისი გვერდით, ესე იგი, მის გვერდით მოსაგრეობდნენ დიდი მამები, ხო, რომლებიც ლოცვასა და ფსალმუნთა გალობაში ატარებდნენ დროს. მათი თავშესაფარი გამოქვაბული იყო, ერთადერთი საკვები კი მცენარეულობა იყო. ასკეტურ ღვაწლს ღირსი მამა საღვთო წერილის დაუცხრომელ შესწავლას უთავსებდა. და ჩვენ ვიცით ასევე, ვკითხულობთ როდესაც სახარებას, ერთ-ერთი გამარტება არის, რა თქმა უნდა, ეფრემ ასურის. უფალმა იგი მოძღვრობის ნიჭით დააჯილდოვა, ყოველი მხრიდან მოისწრაფოდნენ მისკენ სულიერი რჩევა დარიგების მსურველები. ეფრემის ქადაგებებს მსმენელებზე განსაკუთრებული ზემოქმედება ჰქონდა, რადგან ღირსი მამა დარიგებებს საკუთარი თავის ხილებით იწყებდა. წმინდანი მსმენელებს სინანულისკენ, სარწმუნოებისაკენ და კეთილმსახურებისაკენ მოუწოდებდა. ამხელდა ფართოდ გავრცელებულ არიანელთა ერეს, ხო, მწვალებლობას იგივე, მისმა მადლმოსილმა სწავლა, მოძღვრებამ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ღირსმა მამამ მიღვაწა საღვთო წერილის, კერძოდ კი მოსეს 5 წიგნეულის გამარტებისათვის, ანუ ეს არის ასევე ჩვენ იცით, არღზე ასევე მე მაქვს, ესე იგი ძველი ახსნის პირველი წიგნი დაბადება 50-ვე თავი, ატვირთული, რა თქმა უნდა, წმინდა მამების გამარტებით და ერთ-ერთი არის ზუსტად ეფრემ ასური. ანუ კერძოდ ეს არის მოსეს 5 წიგნის გამარტება. მას ეკუთვნის მრავალი ლოცვა და საგალობელი, განსაკუთრებით ცნობილია ლოცვები წმინდა სამების ძეხვთისას ყოვლა წმინდა ღვთისმშობლის მიმართ, ხო, საგალობლები 12 საუფლო დღესასწაულის განსადიდებლად. ეფრემ ასურის ლოცვა
ვიცით ჩვენ, ხო, ეს დიდ მარხვაშია, უფალო და მეუფეო, ვიცით ყველა, ეს დიდ მარხვაში იკითხება, ეხლა დაიწყება ძალიან მალე, მე ყოველ გეტყვით, რომ მთელი მარხვის განმავლობაში ავტორთან ხოლმე, თქვათ რა, დღესასწაულია, რომელიც წმინდანის ხსენების დღეა და მათი მოკლე, ესე თქვათ, ცხოვრება და ღვაწლი და რა თქმა უნდა, ყოველ კვირა დღეს არის ესე იგი დღესასწაული, იქ მართლმადიდებლობის ზეიმი, გრიგოლ პალამას, მარიამ ეგვიპტელის, ჯვრის თაყვანისცემა და ასე შემდეგ. მოკლედ ერთი სიტყვით ავტვირთავ მთელი მარხვის განმავლობაში. მეგობრებო, წმინდა მამა სიმდაბლის გამო თავს ყველაზე უღირს ათვლიდა სიცოცხლის მიმწუზე, ესე იგი ეგვიპტეში გაემგზავრა დიდი მეუდაბნოე მამების ღვაწლის გასაცნობად. უკან გამობრუნებულმა კაბადოკიის კესარიაში გამოიარა ბასილი დიდთან. მიეხსენება 1 იანვარს. დიდი მღვდელთავარს მისი ხუცესად კურთხება უნდოდა, მაგრამ ეფრემა დაიჟინა და დიაკვნად დაასხა ხელი ღირს მამას. ამ ხარისხში იმყოფებოდა იგი აღსასრულამდე. წმინდა მამას მღვდელთავრობაც შესთავაზეს, მაგრამ მან თავიდან რომ აერებდებინა, თქვათ, ეს მძიმე ჯვარი, სალოსობა დაიწყო. სალოსობა. როცა ედესაში საშინელი შიმშილობა უდვარებდა, ხო, ეფრემა თავისი შთამაგონებელი სიტყვით მდიდრები გლახაკების დასახმარებლად აღძრა. მეგობრებო, შეგვეციოს ეფრემასურის ლოცვა და აუცილებლად ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, როდესაც დაიწყება, შეიძლება ახლა ადამიანი პირველად ასე ვთქვათ, დაიცავს მარხვას, დიდ მარხვას და როდესაც დაიწყება ეფრემასურის ლოცვა და ასე შემდეგ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ასე ვთქვათ, დავდებ ატვირთავ ვიდეოს და ამიტომ გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ ყოველ დღე, ასე ვთქვათ, სულიერი საზრდო და ესე იგი სხვებსაც გაუზიარეთ ეს ვიდეო. გაგახაროთ ღმერთმა მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. გაიხარეთ, დიდი მადლობა.